დილამშვიდობის მეგობრებო. კიტრი, ცოტა ყველი, პომიდორი, კვერცხი, ჭავის პური და კრემყველი, რომელიც მიახმა ისი ადრე წავუსვი. ხო, ეს რა თქმა უნდა ცოტაა, მაგრამ ეს არის დილის 7 საათზე მისარწმევი. ასევე უნდა მივირთვა 9-ზე უმჯობესი იქნებოდა ეს 9-ზე მიმერთიმე და სხვა ულუფა 7-ზე, მაგრამ რადგან ახლა მე თხილეული არ მაქვს და ვერ გავედი საყიდლად, ამით უნდა დავიწყოთ დილამშვიდობის კიდევ ერთხელ. მოგესალმებით. ჯერ გახლავთ საკმაოდ ადრე. მენიუ არ არის მრავალფეროვანი, გოგოებო. მოვიდეს ერთი შაბათ-კვირა, რომ გავიდე და ყველაფერი ვიყიდო, რაც საჭიროა, ვერ მოვიცალე მაგისთვის. და ხა იქიდან რომ მოვიდივარ სამსახურიდან სიმართლე გითხრათ, ხა 8:09 აღარ მაქვს თავი, ხა თხილეული ვეძებო და ისა რა ვქო ფილეები. ამიტომ რაც არის ჯერ ის მივირთვათ. ხოლო კრემყველზე შევირბინე უცებ მაღაზიაში გუშინ. და ეგ ვიყიდე. ამაგაც. და სიმართლე გითხრათ, ეს კვება რაც მიმაქვს მთელი დღე ფიზიკურად ვერ გეყოფ ადამიანს. უბრალოდ ამაზე მეტი რაღა ვატარო, ხალხო მაჯები აღარ მივარგა, ცალკე ბავშვი, ცალკე ჩანთა მოკალეთ, უკვე გავგიჟდი. და რა ვიცი, აბა როგორ ვქნა, არ ვიცი, გუშინ რომ მოვედი. ტუნა მქონდა სახლში, ზეთიანი. და მე მეგონა რომ წყალში როდესაც ეგ ტუნა ვიყიდე და ვაიმე მეთქი ზეთიანი საიდან მოვიდა. ეტყობა ეგრევე აღარ არ დავაკვირდი და მე მიმწერე ჩემი ბიძაშვილს და ზუსტადაც რო ზეთიანი უთაჭავდა არაწყლიანიო. ხო და გავხსენი, ოღონდ იმდენი ცხიმით არ უნდა გადამოიღოთ, რა თქმა უნდა, ბევრი ცხიმი აქვს მაგას. ნახევარი გუშინ მივირთვი და ნახევარს დღეს მივირთმევ, ცოტა ძალიან ცოტა კიტრთან ერთად, იმიტომ რომ არ ვიცი გოგოებო, მე რადგან არ მიყვარს ბოსტნეული, ცოტა ზესხი შეგრძნება დამეწყო კიტრზე და ნახვაც არ მინდა, ეხლა რომ ვიხსენებ, გუცუდა თუ არა და აუცილებელია ბოსტნეული პირველი ეტაპი, მაგრამ მე ვეღარ მივირთმევ, რა გავაკეთე თუ არ ვიცი. ან ტარხუნას რაღაცებს წავიღებ ხოლმე სამსახურში, სხვა გზა არ მაქვს, იმიტომ რომ არ ვიცი რატო შევიზისხე სავით რაღაც ეგრე. ხო და მივირთვი მერე ჭავის პური. თავის ორ ნაჭერთან ერთად, ყოლთან ერთად, კარგად ვიქეიფე, სიმართლე გითხრათ, ეგ კუჭერთვის ქეიფი იყო. და ეტყობათ და ჭავის პურმა კუჭია მატკია. გუშინ საკმაოდ სიამოვნოდ გრძნობდი თავს. ღამე გამომაღვიძე ტკივა, დღესაც რო გავუძე ცოტა მტკიოდა და წამალი გავლა და ეხაც მტკივა, სიმართლე გითხრათ, წამლის მიუხედავად. ხო და ზუსტად ვიცი რომ ჭავის პურმა მექნა თანა ის ზუსტად ვიცი. ხო და რა ვიცი რა უშველო ვაკეთოთ. არ ვიცი. თან ხა ის შიგეთ ჭავის პურს ხო არ მივირთმევდი და რა კარგია სუფთაერი და ახლა მართლა სუფთაერი, იმიტომ ძალიან ადრე. შედარებით სუფთა. აქ არია? დღეს უნდა ავიღო ნასამართლების ცნობა. მზად ხარ უკვე დღე ქამდე ვერ მივედი რომ წამოვეღო.
და ასევე კიდე ტრაფიკინგის იქით მე ხა პენსიის საგა. საბუთირო სუფთავა. ეგენი მაგასახები და დღეს უნდა ავიღოთ. თანამშრომლები მივიდივართ, ვისაც არ აქვს გაკეთებული ზოგი ისე. ხოდა გუშინ რაღაცა ფეხსაცმელი საყოველთაოდ რომ ვირბინო ვიყიდე და ვაიმე დამაგლიჯა გოგო ფეხი. პროსტად მარცხენა ფეხი. მონ მარტო მარცხენა დამაგლიჯა ნერვები მომიშა. ამ კონსილერს რომელსაც ვაქებ 10-დან 10 ვეუბნები დავაკელი ქულა გოგო. იმიტომ რომ ძალიან ჯდება ნაოჭებში და ის რომელსაც მე ვიყენებდი სულ რა ვიცი ნაოჭებში არ ჯდებოდა. მაგრამ ეს უფრო თეთრია და მაგიტომ ვუწო. მაგრამ ეს ნაოჭებში არ ჯდებოდა და ეს ჯდება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სწორად ვისვამ როგორც უნდა წავისვო წესით. რა მინდა იცი დაცინება. გუშინ ესე იგი გოგოებო 10 არ იყო საათი ტყაბანი გავადინე საწოლში. ეგრევე ჭამე თუ არა ყავა დავლიე საწოლში. ოღონდ აი ეს რაღაცა შაქარი ვუქენი და საერთოდ ერთი ცალი ვუქენი თან მეტი არ. აი მე მეგონა რომ რაღაცა სერობს სვავდი გაურკვეველს. აი საშინლად არ მომეწონა. არ დაიწყე ხო მაგას სვავდი ხო. ის ძალიან არ მომეწონა. ხოდა შოკოლადი უნდა ვიყიდო. ნატეხი მე ვყოლა ხოლმე, იმიტომ გამოდის რომ ყავას ვსვამ ერთხელ, იმიტომ რომ ყავა ცროს ვერ ვშივდებ. მაგრამ რადგან ხემსი ჩემი ძე მივაყოლო შემო სამსახურში დამწყობის დალევა, მაგრამ ბევრიც აღარ მინდა გოგო დავლიო და მაღაზიად მირჩევნია რომ ერთხელ გამომივიდე ცოტა კოფეინის გაგავა თავისუფლ ორგანიზმი, იმიტომ რომ სოფელში რომ წავალ იქ მაინც ბევრი მომიწევს და იმაზე რა ქვია შაბათ კვირას რა თქმა უნდა 7-ზე საჭმელად არ ავდგები, მაგრამ მაინც მეღვიძება რა, აი მაინც მეღვიძება და თუ მაინც გამეღვიძა ხემსით დავიწყებ და არა პურმალით ახლა რომ მილაგება რომელია საათი გადასტეშო. როგორც მარიკო იტყო და ბარგი ბურგებიო. რაღაცა აი ბარგს ეძახის ხო ბარგი ბურგებიო. კაი. სანამ ჩვენი კვების დრო მოვა, იქამდე ცოტა მოვიხედოთ აქეთ იქით. ცოტა გვჭირდება. რომ ცოტა სიწითლე ჩამიქროს, მაგრამ ახლა რო გითხრა დიდად მიკრობს მოგატყუებთ. ეს რა ცოტა ნაოჭებში არ ჩაჭდეს. დებილობა ეს დილიშვიდზე ყვება ღმერთო. მაგრამ 9-მდე ვარდები აქეთ იქით და 9-მდე რა ბოდიში 10-ზე ვიყვება. 9-ზე არა. ეს ჩავიცმევ მერე, იმიტომ რომ ესეც დასუცვენ რომ წაფს გაატოკებს ასე ვთქვათ, ამიტომაც უმჯობესია რომ ცოტა მოგვიანებით ვქნათ ეგ ამბავი. ჯერ ადრეა, ჯერ მარიკოს ჩაცმის დროს ისედაც ლამის მომძურეს ხოლმე მთელი წარბი და წამწამი. მაგას როაც. არ შეგაშინოს ზედმეტმა სითეთრემ გასვლამდე ვაიმედე და ეს კედელი
იმას უქნია ბავშვს უკვე რა ქვია რაღაც წაუსვია კედელზე მიშველეთ ახალ შეღებილზე მამამის ცნება დაარტყოს რომ ყველა იმაზე მეხატავება დილის 7 საათზე დამაკიაჟებული მე უთხრი ადრე ვიწყებ კიდაცვალე დილას და თქვენ რო იწყებთ 11-ზე ეგრე 11-ზე ვარ გადახლილი 11 საათზე დაღლილი ვარ 4 ხუბრობის გარეშე გეუბნებით 11 საათზე უკვე ვარ აი კაი ნაბუში თქვენ სამით კი არა ეხლა რომიან არ მინდა წავისვით თუ ჯერ ნოტიო მაქვს სახე და წავიდეთ და ჭამთ მეცნიერება აჭამა რაც ცოტა ყოფნის ადამიანს ვინ წარმოიდგენდა რომ დილის 7-ზე ყოფა მესიამოვნებოდა ცოტა მივირთვი არასასიამოვნო საყურებელია რა თქმა უნდა მაგრამ რეალობა ჩემი ეგ არის აქ ოდნავ კადრი აჩქარებული მაქვს გოგოებად ასე ჩქარაც არ მივირთვევია პრინციპში იმდენად ცოტა რამ იყო რომ რა ვიცი ამის მირთმას რა არიკო აქეთ მოდი მანქანა არ მოდიოდეს და მოდი ეს ბუტკუნა გვანცა დაიმახსოვრეთ გოგოებო უკვე მეორედ წავედით შევედი მინდოდა ნუში მოიცეთ ახლა შევედი მოდი და მინდოდა ნუშის ყიდვა და წონით მინდოდა და ხომ ხო ვიცი სპარში წონით არ არის მაგრამ მოდი მეთქი მაინც აქ ვარ თქო და წონით რა თქმა უნდა არ ქონდა და ქონდა ჩეფუთვაში რა ძვირები ეს ხალხო მაგას გერჩინოთ წონით იყიდოთ ნუ ანუ აი მართლა დედას გეფიცებით გასაგებია ხანუში რომ ყველგან ძვირიღეს მაგ მეც ვიცი მაგრამ მაინც ძალიან ძვირიღეს რა და ვინც მეტყვის რომ სწორი ყვება აი როდებენ ხოლმე ვიდეოებს აი არ დაგიმალავთ ტვინში სისხლი მეკცევა რა კალორიული დეფიციტის დროს ხალხო მე ასეთი ძვირი ყვება რომ ანგარიშობდი არ მიჩნდებოდა იმიტომ თვითონ ყველაფერს მივირთმევდი რაც სახლში კეთდებოდა უბრალოდ კალორიებს ვითვლით და სწორკვებას რა შეეხება ზღაპრებს ნუ რავინ ნუ მოყვება რომ აქეთ გამოდიდე უიმე დედა არაფერი არ ჯდება თურმე და რა უნდა მაგას იმ დღეს გოგონას ედო რომიც სწორკვებაზე ამბობს რომ ძვირია აი ნახეთო რა დამიჯდაო და ესე იგი წერს ვიდეოს ერთი კვების ну ალბათ საუზმე თუ რა ვიცი ადილის ვარ ვიცი რაღაცა წიწიმურა იყო ერთი კვერცხი თუ რაღაც აბა შენ 4ჯერადი კვება გადათვალ და 3ჯერადი წიწიმურას კინო ფიქრობ ხორცი თევზი ანუ ვის უყვებით ხოლმე ხალხო ამ ზღაპრებს ერთი გამაგებია რა იაფიჩდება აი ბარემ სახლისთვისაც ხო ყიდულობ და თქვენთვისაც მოიმზადე მართლა დიდი მადლობა რომ შეგვახსენე ანუ არ არის რა ასე რა ნამდვილად არ არის დაბალი ბიუჯეტის მქონე ამბავი ეხლა თუ თევზი არ მეიღე და ეს პრობლემა თუ კვერცხზე იჯექი კი ბატონო მე ვიცი მე აქედან ტრადიცია აქვს მე რანაირი გარბის ღმერთო მაშინ ხედეთ დედასავი ჩხართალა დედასავით ნაზი ცანს დათვარ ჩემი მზისფერი შვილი ვინ არის სიყვარული ხარ და გევედრებით რა ესა ძილი შვილი და მოყარ ხართ შემოაქვს კანონი ვისაც დავიდა ხალხურობო და მეცება სულ ეგრევე ჩაგახტებით ხახაში გამოგიწევთ ქვითავს გადაიხდით ჩემთან
ხალხო სხვა გზა არ არის. რატო ხარ ხალხო დილიშვილზე? ხო? ძალიან ლამაზად გამოფიყურებდი. ბაი.